ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში დადასტურებულად მოქმედებს თაღლითური კოლ-ცენტრები. ვიპოვეთ, რომ ისევ ერთად არიან, ისევ ერთ ოფისში მუშაობენ. ჩვენ გადავიღეთ არაერთხელ ხელმძღვანელი პირები და აგენტები, სკამერები ეგრეთ წოდებული. იგივე ავტომობილებით გადაადგილდებიან, რა ავტომობილებითაც გადაადგილდებოდნენ. საერთოდ არანაირად არ ეტყობათ, რომ რაიმე შიში აქვს. 3 წელში მინიმუმ 35 მილიონი დოლარის მოგება მიიღო ამ კოლ-ცენტრმა. ისევ დაცვებით დადიან და ისევ ძვირადღირებულ წვეულებებს აწყობენ. ყოველთვის, როდესაც რომელიმე აგენტი გაძარცვავს რომელიმე მსხვერპლს, ამას ეს უფროსებთან ჩატში აღნიშნავენ შვედეთის მოქალაქე ანიკა, რომელიც იყო შაშან ჩამოსული და სთხოვდა პროკურატურას გამოძიებას, გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ. ისე რომ მის საქმეზე არ დადგა მართლმსაჯულება და არც არავინ დააკავეს. მას სახში დასაბრუნებელი თანხაც აღარ დარჩა. მან წერილიც დაუტყვა ქართულ სკამერს, როგორი განადგურებული იყო მისგან. ამის მერე ურეკავს და დასცინის და ეუბნება, რომ მე შენ გაგძარცვეო. შეგიძლიათ თავი მოიკლავო, ვინ ეუბნება, ეს ჩარჩიანი ეს ეუბნება, ჩარჩიანი ეუბნება დიახ მარსელს. ამ ჩატში განიხილავენ ამ კლიენტების ფოტოებს და თქვენ უნდა ნახოთ იქ როგორ დასცინიან. ესენი ესეთ ადამიანებს არჩევენ თუ ადამიანებს ხდიან ესეთებად? მივწერეთ კითხვები 1 ივლისს პროკურატურას. მათ უკვე წელიწად ნახევარია თითქმის იციან სავარაუდო კოლ-ცენტრის შესახებ. იყო სიჩუმე პროკურატურისგან. არაფერი არ მოუწერიეთ. ყოველ დღე ვეხვეწებოდით, რომ რამე მაინც გვიპასუხეთ. ეხა ხო დაკავებულია გრიგოლ ლევუაშვილი. აი ახლა ვინ მფარველობს კოლ-ცენტრებს? არ გვაჩვენეს არც ერთი კოლ-ცენტრი, რომელიც ამის გამო დაიკეტა, არ გვაჩვენეს არც ერთი აგენტი, რომელიც დაიჭირეს. საუბარია ძალიან დიდი რაოდენობით შავფულზე, მილიონებზე არის ლაპარაკი. გვიბლოკავენ Facebook-ზე ვიდეოებს, გვიბლოკავენ YouTube-ზე ვიდეოებს. ოფისთანაც გამოგვიკრეს პლაკატები და ჩვენ რედაქტორსაც გამოუკრეს სახლთან პლაკატები და მანქანაც დაუზიანეს. მონიტორის არც ერთ წარმომადგენელს საჯარო რეესტრი აღარ პასუხობს საჯარო ინფორმაციაზე. ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება და ბევრად უფრო დაუცველად ვგრძნობთ თავს. თქვენ ორი ხართ ხა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმ სამსახურების, რომელიც ეს დაკაკი ქეხვიშვილს და მერი შოთაძეს უნდა დასტევდნენ. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელი სკამი. როგორც წესი ტრადიციულად არის ხოლმე გიორგი ახობაძესთან და ჩემთან, თორნიკე რაზმაძესთან ერთად, თუმცა ჩვენს მაყურებელს სავარაუდოდ მოიხსენება, რომ გიორგი ახობაძე არის დაკავებული იზოლატორში, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო და რამდენიმე გადაცემას სავარაუდოდ ჩავწერთ გიორგის გარეშე, რაც სამწუხაროა, რა თქმა უნდა ძალიან და აღარ გავაგრძელებ ხამე ამ თემაზე საუბარს, რა ტიპის უსამართლობასთან გვაქვს ჩვენ ქვეყანაში საქმე, მაგრამ ვეცადეთ რაღაცნაირად გამოგვეყენებინა კიდევაც ეს გამოთავისუფლებული ორი ადგილი და დავუთმეთ ისეთ საინტერესო თემას და ისეთ ორ საინტერესო რესპონდენტს, როგორებიც არიან სტუდია მონიტორის ჟურნალისტები, ქალბატონი ნინო რამიშვილი და ქალბატონი მარიამ დუდუნია და დღეს ვისაუბრებთ კოლ-ცენტრების სკანდალურ საქმეზე და გახმაურებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც თქვენ ჩაატარეთ სტუდია მონიტორის საკომუნიკაციო არხებში გამოქვეყნდა ეს და ასევე ვისაუბრებთ სტუდია მონიტორის საკომუნიკაციო არხებთან შექმნილ პრობლემაზე, ზეწოლაზე, თავდასხმაზე თუ რას გნებავთ დავარქვათ და ხო, ეს კოლ-ცენტრების საქმე პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. მინდა თავიდან დავიწყოთ საუბარი უშუალოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება არც უნახავს ეს ჟურნალისტური გამოძიება, მაგრამ იმათვისაც ვილაპარაკოთ, ვინც შეიძლება ნახა, მაგრამ ფორმატში კიდე ყველაფერი, ისეთი დეტალები როგორ მიდიოდა ეს გამოძიება ძალიან საინტერესოა. ანუ ყველასთვის რომ ესე ვთქვათ საინტერესო იყოს. პირველ რიგში საინტერესო ყველასთვის იმიტომ არის, რომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში კოლ-ცენტრები მუშაობს. ამას სახელმწიფო არათუ უარყოფს, არამედ თავიანთი ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, სუსის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი დააკავეს ამ კოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით, თუმცა ჩვენ არ გვინახავს დახურული კოლ-ცენტრი, ესე დემონსტრაციულად არ გვინახავს დაკავებული კოლ-ცენტრის თანამშრომლები და ეს ამ დონის სიცხადეც კი შემოვიდა თქვენი პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ, 1 წლის წინ, რომელიც გამოქვეყნდა, მანამდე ესეც არ გქონდა ინფორმაცია. მოდი, აი ცოტა უფრო მეტად რომ გაგვარკვიოთ ამ კოლ-ცენტრების მასშტაბი რო დავინახოთ, უფრო მეტად გასაგებია, რომ ყველა კოლ-ცენტრის შესახებ ინფორმაცია თქვენც არ გაქვთ და თქვენ გამოძიებაზე რო ვისაუბროთ, რა გამოავლინა ამ მეორე გამოძიებიდან დავიწყოთ და სადაც საჭირო იქნება ლინკი გავაკეთოთ პირველ გამოძიებასთანაც. მარიამ, ალბათ მოდი თქვენით დავიწყოთ.
კი ბატონო, ახალი გამოძიება ჩვენი ეხება call centers, რომელიც ჯერ კიდევ შარშან გამოვავლინეთ. 32 მედია საშუალება მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ვაჩვენეთ ერთ-ერთ call center-ში, რომელიც სხვათა შორის არ არის ყველაზე დიდი call center-ი, რომელიც საქართველოში არის. ჩვენი ინფორმაციით ეს არის საშუალო დონის call center-ი, საშუალო რაოდენობის აგენტები მუშაობენ იქ. ამ call center-ის შესახებ პირველი გამოძიება როცა გამოვავლინეთ და გავშიფრეთ, ვინ მუშაობდა იმ call center-ში შარშან. ამის შემდეგ უკვე წელს დავინტერესდით, სად არიან ეს ადამიანები. სხვა შორის სულ გვეკითხებოდნენ ხოლმე, სადაც მივდიოდით, რომ ვისაც გამოძიება ნანახი ქონდათ წინა, სად არიან ეს ადამიანები და ზუსტად ამითი დავინტერესდით და ეს გავარკვიეთ. ვიპოვეთ, რომ ისევ ერთად არიან, ისევ ერთ ოფისში მუშაობენ, მათი ხელმძღვანელები, მათ შორის, რა თქმა უნდა, აკაკი ქევხიშვილი და მერი შოთაძე. მირიან მეფის 68A იყო ის მისამართი, სადაც ეს ადამიანები დადიოდნენ. საინტერესო ამ ყველაფერში ასევე არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შარშან ეს ადამიანები ვაჩვენეთ და მოგეხსენებათ, რომ რაღაცაზე 32 მედია რომ მუშაობს, საკმაოდ მასშტაბური გავრცელება აქვს ამ მათ შორის საერთაშორისო კონტექსტიც იყო. საერთაშორისო კონტექსტიც იყო. იგივე ავტომობილებით გადაადგილდებიან, რა ავტომობილებითაც გადაადგილდებოდნენ. საერთოდ არანაირად არ ეტყობათ, რომ რაიმე შიში აქვს. აი თუ შეიძლება ალბათ არ იყო ამ კითხვის ნაწილი, მაგრამ აი მინდა რომ ხაზი გაუსვა იმას, რა იყო ჩემთვის ამ გამოძიებაში ყველაზე ესე ვთქვათ გასაოცარი. როდესაც წყარო მოგვაწოდა ინფორმაცია და გითხრა რომ აი მან ნახა აკაკი ქევხიშვილი მირიან მეფეზე და გითხრა რომ იქ მდებარეობდა სავარაუდოდ call center-ი, მე ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვფიქრობდი რომ წარმოუდგენელია რომ ამ მასშტაბის რაღაც გავრცელება ჰქონდათ ამ ადამიანებს და ეხლა ისე დადიოდნენ ყველას დასანახავად დიღომში რომელიღაც ოფისში. მე დავიწყეთ გამოძიება, რა თქმა უნდა, გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და პირველივე დღეს ვნახეთ იგივე ავტომობილები, რომელიც შარშან ჰქონდა გადაღებული და ნუ კარგად გვახსოვდა, იმიტომ რომ შარშან იმდენი ხანი მუშაობდა. ისევ ამ ნომრებით აბრევიატურა AK 100-200. აი როგორც კი ვნახეთ ავტომობილები, უკვე ვიცოდით ეს რომელ აგენტს ეკუთვნოდა და რამდენიმე თვიანი გადაღების შემდეგ ვნახეთ აკაკი ქევხიშვილის ავტომობილიც, ერთი, რომელიც დაყადაღებულია და ამაზე ალბათ მე ვისაუბრებთ და მეორე ახალი ავტომობილი კიდევ უფრო ძვირად ღირებული, ვიდრე წინა. მერი შოთაძეც მეორე ხელმძღვანელი ამ call center-ის იგივე. დადის ძველი ავტომობილით გადავიღეთ ერთ დღეს და მეორე დღეს უკვე ახალი Range Rover ყავდა კიდევ უფრო ძვირად ღირებული, ვიდრე წინა. მინდა უშუალოდ ვილაპარაკოთ, იცით რაზე? ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის. უბრალოდ შეიძლება არც იცოდეს, აი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მაგალითად ჩვენ ვისწავლეთ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა ცოტა ზოგადი კითხვა მინდა დაგისვათ ამჯერად თქვენ ქალბატონო, არის ჟურნალისტიკის უმაღლესი პილოტაჟიო, რაღაც ესეთი ფრაზა იყო დაახლოებით, ხო და მართლაც ესეა, ხა ვისაც ახლოს გაგვივლია ჟურნალისტიკასთან, იქიდან გამომდინარე, რომ არის რაღაც დროებთან, ვადებთან დაკავშირებული უფრო მეტად დოკუმენტებთან მუშაობასთან და ბევრ ისეთ სირთულესთან, რომელსაც შეიძლება ყოველდღიური სამაუწყებლო ნიუს მედია არ აწყდებოდეს ან ნაკლებად აწყდებოდეს, ხო? აი ამ მუშაობის სპეციფიკაზე რო გითხრათ, უფრო მეტი, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა როგორი იყო, რომ ფაქტობრივად ყოველდღიურად რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდით იქ და აფიქსირებდით კადრებს, რომ როდესაც მე გეტყოდენ, რომ არაფერი მე სად დავდიოდიო, ფაქტები გითხრეს კიდევაც, ხო, მაგას გულისხმობ, რომ ყველასთვის ფაქტები დაგედოთ, რომ აი ეს როგორ სირთულესთან არის დაკავშირებული და მე მგონია, რომ ჩვენთან კიდე არ არის სათანადოდ დაფასებული ამ ტიპის ჟურნალისტიკა ჯერ კიდევ მოყოლებული მე რაც მახსოვს ახლა ბავშვობიდან რაღაც 60 წუთის შემდეგ, ხო, ეს არის რაღაცა ფაქტობრივად ჩვენაირი ტიპის სახელმწიფოში თითქოს სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს ასეთი ტიპის ჟურნალისტიკა, ხო? პირველ რიგში ჩვენი ყოველდღიურობა ამ გადაცემაზე მუშაობისას იყო ის, რომ მივდიოდით მირიან მეფის ქუჩაზე და ჩვენი მიზანი, მთავარი მიზანი იყო, რომ აქ ამ მისამართზე გადაგვეღო ეს აგენტები და ხელმძღვანელები არა ერთხელ და ორჯერ, არამედ გვენახა სისტემა როგორ მუშაობს, თქვათ, რომელ საათზე იკრიბებიან, რომელ საათზე იწყებენ მუშაობას, ვინ რომელ საათზე მოდის, რომ გვეჩვენებინა, რომ ეს არ არის ერთხელ და ეს არ არის ერთჯერადი და არ არის რაღაცა რამდენიმე მოსვლა, არამედ ეს ადამიანებია ყოველდღიურად დადიან. ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ გვეჩვენებინა, რომ AK ჯგუფის თაღლითური call center-ის ხელმძღვანელები და აგენტები ყოველდღე მოდიან ამ მისამართზე, ერთსა და იმავე
დროს რაღაც სისტემის მიხედვით მუშაობენ, ხო? იმიტომ რომ ყველა სამსახურს აქვს თავისი გრაფიკი, დასაწყისი და დასასრული და გვინდოდა რომ ეს გვეჩვენებინა. შესაბამისად, ჯერ მივდიოდით ჯერ პირველ ეტაპზე მხოლოდ მე და მარი მივდიოდით ოპერატორის გარეშე, რომ შეგვესწავლა მათი, ასე ვთქვათ, გრაფიკი და ვნახეთ, რომ 11 საათზე იწყებენ მუშაობას ეს აგენტები. ამ პერიოდში არ გადაგვიღია ხელმძღვანელი აკაკი ქევხიშვილი, მე მივხვდით რომ რაღაც სხვა დროს მოდიოდა ეს აკაკი და დავიწყეთ შუა დღეს მისვლა და შუა დღეს მართლაც მოვიდა. ერთსა და იმავე დროს მოდიოდა შუა დღეს და გვიანობამდე რჩებოდა. მე მივდიოდით საღამოს რო გვენახა, თქვათ მეორე ცვლა თუ მოდიოდა ესენი რომელ საათზე ამთავრებდნენ. სირთულე იყო ის, რომ პირველ რიგში დიდი ღომში ძალიან ისეთი ხალხ მჭიდრო დასახლებულია მოგიხსენებათ და პირველ რიგში გვიჭირდა ხოლმე საპარკინგი ადგილის პოვნა. ისეთ ადგილას რომ თან ჩანდეს და თან ძალიან ახლოს. ზუსტად ისეთი ადგილიდან გადაგვეღო, რომ გამოჩენილი იყო პარკინგის ადგილიც, მანქანები სადაც შედიან და ოფისის შესასვლელიც. გვერდზე არის ოფისის შესასვლელი, მაგრამ კამერას რო გადაეღო კარგად, გვჭირდებოდა რაღაც სპეციფიური ადგილი და რამდენჯერმე რომ მივედით შემდეგ მისვლაზე, რაღაც დაბალი ბორდიური იყო და იქ პირდაპირ ავდიოდით ხოლმე პარკინგზე, რომელიც სავარაუდოდ იქ მდგარ კორპუსს ეკუთვნის. მე დაგხვდა ლოდები დიდი დადებული, რომ იმ პარკინგზე ვეღარ შევსულიყავით და ვიყავით ხოლმე რაღაც პარკინგის ადგილის მოძებნაში, რაღაცნაირად გვეპოვა ადგილი, საიდანაც კარგად გადავიღებდით. ეგ იყო სირთულე. სირთულე იყო ის, რომ ერთი და იგივე მანქანით არ წავსულიყავით, იმიტომ რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო და დროზე ადრე არ გავშიფრულიყავით. და არ აღმოეჩინათ რომ ვიღებთ, იმიტომ რომ აღარ გამოგვივიდოდა მე ის რაც გვინდოდა რომ საბოლოოში უცნაურია მათი დაცვის რაოდენობიდან და ცველების წარსულიდან გამოცდილებიდან გამომდინარე რომ ვერ შეგნიშნეს რატომღაც ხო ეგეც უცნაური მოხდებოდათ იმათ სავარაუდოდ. რამდენიმე თვის განმავლობაში სავარაუდოდ ისე ვიღებდით, იმიტომ რომ თვითონაც არ გქონდათ ინფორმაცია რო ეჭვათ მაინც თქვენს მიხვდებოდით რომ კი მივხვდებოდით და სპეციალურად ისეთ ადგილზე ვდგებოდით, რომ მაინც და მაინც არ ყოფილიყო და ხო ეგეთი სირთულეები იყო, სხვა მანქანით მივდიოდით. თვითონ აკაკი ქევხიშვილის ჩაწერა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, თუმცა როდესაც დავინახეთ როგორ მოდის ორი მანქანით და რა ვიცი რაღაც 7 ალბათ ან 6 დაცვის წევრით შედის ქვედა პარკინგზე და როგორ მოძრაობს ეს მანქანები რა სისტრაფით დადიან, მივხვდით რომ მაინც ვერ ჩავწერდით აკაკი ქევხიშვილს, დაცვა არ მიგუშვებდა, ანუ რომც თქვათ ვერც ავტომობილს ვერ გავყვებოდით უკან, იმიტომ რომ მისი დაცვა ბევრად უფრო მობილიზებულია და სავარაუდოდ შეგვნიშნავდნენ და არ მიგუშვებდა დაცვა. და შეიძლება მთელი გამოძიება ჩაიშალა მაგას. კი და ამიტომ კონცენტრირდით მერი შოთაძის ჩაწერაზე და შესაბამისად დავგეგმეთ ეგ ჩაწერა, რომ მერი შოთაძე მაინც ჩაგვეწერა. და აგვერჩია რომელი ყოფილიყო პირველი, იმიტომ რომ ვიცოდით რომ როდესაც ჩავწერდით ერთს უკვე ღიად, შემდეგ დანარჩენები დაგვემალებოდნენ და იქ იყო კარების ჩაკეტვა და ყველაფერი. შემდეგ გადავწყვიტეთ რომ მერი ჯობდა, იმიტომ რომ აკაკისთან ნაკლები შანსი ჰქონდა და ორივე შემთხვევაში პასუხს რო ვერ მიიღებდით, ეგეც იცოდით, უბრალოდ კადრისთვის ხდებოდა. რა თქმა უნდა. კარგი, ეხლა მინდა რაზე გადავიდეთ, იცი რაზეც ამ მეორე სიუჟეტში იყო საუბარი, მაგრამ უფრო მეტად და საინტერესოდ ალბათ იყო პირველ გამხსნელ სიუჟეტში, შარშანდელში საუბარი, როგორი ფორმით მუშაობს უშუალოდ კოლ-ცენტრები. ეს რო გავყოთ ესე ორ ნაწილად რა. აი ქალბატონ მარიამ ისე თქვენთან რო გადმოვიდე, აი როგორ ხდება რეკრუტირება და სამსახურში აყვანა, სავარაუდოდ ან დადასტურებულად რაც ვიცით, ორივე საინტერესოა, კოლ-ცენტრის ოპერატორების, ეგეთ წოდებული კოლ-ცენტრის აგენტების და რას აკეთებენ შემდეგ, აი უშუალოდ ეს სპეციფიკა. მინდა რომ დეტალებში მოვყვეთ, თქვენ იმდენად დეტალურად იცით და ისე გადმოიცით ამ გამოძიებაში, ხა შეიძლება რაღაცები ჩათვალოთ, რომ ისედაც ცხადია, მაგრამ მინდა ისეთ ადამიანს მოვყვეთ, ვინც აი პირველად ეცნობა ხა ამ თემას და არ იცის. საერთოდ ალბათ რეკრუტირების პროცესიდან დავიწყოთ. მე მინახავს განცხადებები, მათ შორის თქვენ ის ძველი 100 მარკეტინგის განცხადებები რო გამოიტანეთ, მე სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს უცხოენოვანი აგენტი და ძალიან ბუნდოვანი და ზოგადია. მათ შორის ქართულ ხა არ დავასახელებ კონკრეტულ საიტებს, ყველაზე ცნობილ
ვაკანსიების საიტებზე სდევს ასეთი განცხადებები და ბევრ ადამიანს დაუსკრინია Facebook-ზე დაუდევს, რომ ესენი მეგონი call center-ისთვის ეძებენ, ხო? იქ ისედევს, რომ ვერ მიხვდება შეიძლება ვერ და აი მე როგორ ხდება, მეც მაქვს რაღაცა ჩემი ინფორმაციები, როგორ აი რომ მიდის ადამიანი პირდაპირ ხო ვერ გაუმხელენ რასაკეთებს, იქნება ის ადამიანი წინააღმდეგი, აი ეს პროცესი როგორ ხდება რეკრუტირების, ამით რო დავიწყოთ. სიმართლე გითხრათ, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო ჩვენი 2021 წელს გაკეთებული ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც შეეხებოდა call centers Morgan Limited-ს. მაშინ ჩვენი ჟურნალისტი ჩავნერგეთ, ასე ვთქვათ, ამ call center-ში. ის აი ჩვეულებრივად გამოცხადებულ ვაკანსიაზე გააგზავნა საკუთარი CV, მივიდა იქ გასაუბრებაზე, რადგან ინგლისური კარგად იცოდა, ბევრი არაფრით დაინტერესებულან პირდაპირ აიყვანეს და შემდგომ იყო ტრენინგები. და ის ფარულად იწერდა ამ ტრენინგებს. სიმართლე გითხრათ, დიდხანს არავინ არ უმალავდა მას რეალურად სად მოხვდა. თავიდანვე ეს ტრენერი უხსნის, სადაც მუშაობს, რა უნდა გააკეთოს. და მათთვის, ანუ ვინც მიდის ამ ტრენინგზე, მალევე ხდება ცნობილი, რომ ეს არის call center-ი. ეს არ არის რაღაც ისეთი, ყოველ შემთხვევაში მაშინ ესე იყო. ყველაზე ნათელი მაგალითი მაშინ მქონდა. მე თუ არ მეშლება, ეგ მოლთან რო იყო საბურთალოზე კუთხეში, ხო? ეს იყო საბურთალოზე, შანხაიზე იყო სადღაც ეს call center-ი მაშინ 2021 წელს და დიდი call center-ი იყო საკმაოდ. და ამ ადამიანებს ასწავლიან მანიპულაციის ხერხებს, ზემოქმედებას რო დაურეკონ, რა უნდა უთხრან, დობაში როგორ შევიდნენ. რაც შეეხება შარშანდელ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ჩვენ გქონდა წვდომა ამ აგენტების პირად მიმოწერაზეც კი, აქ ხვდებოდით ორი ტიპის აგენტებს. ერთნი იყვნენ დამწყები აგენტები, რომლებიც შედარებით უფრო მეტად განიცდიდნენ, როდესაც რაღაც გარკვეულ თანხას ვერ გამოსცალავდნენ კლიენტებს, იმიტომ რომ მათი უფროსები ამას ძალიან მკაცრად ისჯებოდნენ, ასე ვთქვათ. თუმცა პარალელურად ძალიან ჯილდოვდებიან, საკმაოდ უხვად ჯილდოვდებიან იმისთვის თუ კარგად გაძარცვავენ, ანუ ბევრ თანხას გამოსცალავენ, მსხვერპლს BMW-ს ავტომობილები იყო საჩუქრად, მაგალითად უახლესი iPhone-ები და აი ამ ტიპის წახალისებები ჰქონდათ აგენტებს. აი ამ ორი დონის აგენტებში, სხვათა შორის დები ჩარჩიანები, რომლებიც ყველაზე ისე გავრცელებული და ყველაზე ვირუსულად მათ შესახებ გავრცელდა შარშან ინფორმაცია, ყველა მიწის ამორალურობის დონიდან გამომდინარე ალბათ. დიახ, ერთი და ის, რომელიც დასცინის მარსელს მუშაობდა მაღალი დონის, ასე ვთქვათ, უფრო შენარჩუნების გუნდში. ესენი არიან აგენტები, რომელზეც აი ჩემი დაკვირვებით, მათ საერთოდ არ გააჩნდათ, აი როგორ გითხრათ, არავინ არ ეწოდებოდათ საერთოდ. და დამწყებ აგენტებს აი რაღაც მომენტში ჰქონდათ ეგ არათუ ეწოდებოდა თითქოს სიამოვნებას ანიჭებს დამატებით, ხო? ანუ დამატებით როცა დასრულდება, აი მაგაზე მინდოდა აქცენტი რა, როცა დასრულდება კომუნიკაცია, ფული მოპარე, ვთქვათ. მერე ხო კიდე კომუნიკაცია კიდე უბრალოდ გაუთიშო, ხო? ანუ დამატებით კომუნიკაცია ხო დამატებითი დროის ხარჯვა, მაგრამ ეს ამ დამატებით დროსაც ხარჯავს იმაში, რაც მოვისმინეთ ამ ჩარჩიანის საუბარი, რომ დაამციროს ის და ანუ აქ რაღაცა მენტალური საკითხიც დგას უკვე ამ ადამიანის, რომ ამით იღებს ეს სიამოვნებას, ხო? ბატონო, აი მეორეც ყავდა ეგეთი შაჰიდი, არის ერთი ესეთი მსხვერპლი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო საკუთარ ქვეყანაში, იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, როდესაც გაძარცვა AK-ის ერთ-ერთმა აგენტმა, ენტონი ადამსმა და ამ ენტონიმ იცის, რომ მას სახში დასაბრუნებელი თანხაც აღარ დარჩა და ამის მერე ურეკავს და დასცინის და ეუბნება, რომ მე შენ გაგძარცვეო და სხვა დროს ფრთხილად იყავიო და დასცინის ამაზეც, ანუ წარმოუდგენელ შეგიძლიათ თავი მოიკლავო ვინ ეუბნება ეს ჩარჩიანი ეუბნება, ხო? ეს ჩარჩიანი ეუბნება, დიახ, მარსელს რომ შეგიძლიათ. ხო, ჩარჩიანი არ არის ხოთი შორის, სხვების ჩანაწერებიც არის, როცა ეუბნებიან მოიკალი თავიო. ეს ადამიანები იქ არ ვიცი, შიგნით call center-ში იწვრთნებიან ასე. თუ რა გარემოა იქ ისეთი, რომ ასეთ რაღაცებზე მიდიან, თუმცა ხო, ანუ თავარი თქვენს კითხვას რომ უპასუხოთ, თავიდანვე ტრენინგზე მისვლის დროს მალევე ხვდებიან, სადაც იწყებენ მუშაობას. ერთ დავამატებ, გარდა იმისა, რაც აუდიოებში ისმის, რომ დასცინიან, კიდევ ბევრად უფრო ესე ვთქვათ, შოკის მომგვრელია მიმოწერაში, ერთმანეთთან მიმოწერაში, ამ თავის მსხვერპლებს როგორ მოიხსენიებენ და აი მაგალითად მოვყვეთ, მე მგონი თუ რაღაც ისეთი არის. მაგალითად ძირითადად მეტწილად, თუმცა ყველა შემთხვევაში არა, მსხვერპლები არიან ხოლმე პენსიონერები, რომლებმაც კარგად არიციან, შეიძლება არ იცოდნენ ტელეფონების და კომპიუტერების გამოყენება, ხო? და აი მაგალითად სთხოვენ რომ გადაიღონ ფოტო
ეს აგენტების თხოვენ მსხვერპლებს რომ გადაიღონ ფოტო და გამოუგზავნონ, ვითომ ეს რაღაცა იდენტიფიცირებისთვის ჭირდებათ და ხანდახან არის ხოლმე რაღაც სასაცილოდ იღებენ ამ სელფებს ეს ადამიანები და მე ჩატი აქვთ ერთიანი, სადაც ბევრი ჩატი აქვთ, ერთგან რაღაცა პირად ინფორმაციას აზიარებენ და მეორე ჩატი ხო საქმიანია, კი, სასახად საქმიანია და ამ ჩატში განიხილავენ ამ კლიენტების ფოტოებს და თქვენ უნდა ნახოთ იქ როგორ დასცინიან, ჩემი ესე გამოიყურება, ჩემი ისე გამოიყურება. ამან ეხა ეს მომწერა სკრინავენ ამ მიმოწერებს. ანუ გარდა საუბრებისა, ჩემი ანუ მაყურებელს რო გასაგო, ჩემი კლიენტი, ჩემი მსხვერპლი. კი. WhatsApp-ის მეშვეობითაც აქვთ კომუნიკაცია თავიანთ ეგრეთ წოდებულ კლიენტებთან. მუდმივი მიმოწერა აქვთ ფულის ესე ვთქვათ, გამოძალვის პროცესში მუდმივი მიმოწერა აქვთ ამ თავიანთ მსხვერპლებთან. ყოველდღე მოიკითხავენ, გაიგებენ რა შვებიან რაღაც თანხა ხო არ დაუჯდა ანგარიშზე რამე დამატებით შემოსავალი ხო ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან და ერთმანეთთან საუბრის ეს იმდენად შეურაცხყოფას აყენებენ და თვითონ ეს ადამიანები იმდენად მზად არიან რომ ნებისმიერი გაძარცვული ტექსტები არის ხოლმე ისეთი რომ ყველაფერს გააკეთებენ რომ უკანასკნელი ცენტიც კი გამოსცალონ და ამას აღწერენ ძალიან ისეთი ცუდი მეთოდებით ეს ხომ არ არის უფროსობისთვის თავის მოწონების ერთ-ერთი გზაც იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ ქებხიშვილის უბრალოდ ნახეთ ქებხიშვილის მინაწერი რომ ეუნება ემოციები გათიშე და ანუ იციან რომ უფროსობას ეს მოსწონს და რაც უფრო ბრუტალური გამოჩნდებით უნდა იმ ჩატში და ზოგადად რაც უფრო ბრუტალური იქნები და დაუნდობელი ესე იგი უკეთესი აგენტი ხარ ხო იმის თვალში თავის დაცვის მექანიზმიც არის რომ ყველაფერს რაღაცა ფარდა ჩამოაფარო შენთვის რაღაც ემოციები მართლა არ ქონდეს ხო ანუ მართლა წარმოუდგენელია რაღაცნაირად რაღაც დონეზე მაინც არ გაგიჩნდეს ან ემპათია ან რაღაც დანაშაულის გრძნობა, მაგრამ ზუსტად ალბათ ეგ არის თავის დაცვა, რომ მაქსიმალურად გათიშული კონდეთ ეგ ემოციები და ცივ სისხლიანად და ცივი გონებით გააკეთონ თავისი საქმე. რა ალბათ ეგ შველით მუშაობაში. ანუ დავამატებდი იმას, რომ თავის მოწონებას რაც შეეხება, ყოველთვის როდესაც რომელიმე აგენტი გაძარცვავს რომელიმე მსხვერპლს, ამას ეს უფროსებთან ჩატში აღნიშნავენ, ანუ ყოველთვის წერენ, რომ მაგალითად მერი რობერტსი, რომელიც იყო მარიამ ჩარჩიანი, ამდენი თანხით გაძარცვა ესა და ეს ადამიანი და იქ არის ხოლმე რაღაცა ამ ჩატში გულები და ანუ ამას შაყანურების აღნიშნები დიდი აკაკი ქეხვიშვილი და მერი შოთაძე არიან ისინი ვინც პირველი ამას გამოეხმაურებიან ხოლმე და რაც უფრო მაღალია თანხა რომლითაც გაიძარცვა მსხვერპლი მით უფრო დიდია ზეიმი. ნუ სავარაუდოდ არის რაღაცა საბონუსე სისტემაც ხო ალბათ რომ რაღაცა მოჭრილი ხელფასი და ნაძარცვის რაღაცა პროცენტი. ძირითადად ბონუსები როგორც ანაზღაურებას კი და მე ესე გამიგია ესე რომ რაღაცა ჯორდან ბელფორდის სურათებიც აქვს გაკრული და ეს ითვლება იმათ რაღაც. კი, ბევრი ფოტო აქვს სხვათა შორის გამოკრული და ჩატშიც რაღაცა უყენიათ ავატარად. სხვადასხვა არ ვიცი თავიანთთვის მისაბაძი ალბათ პირების და Wall Street-ის გველი ეგა ხო Wall Street-ის თემა ხშირად არის ხოლმე და ამ გიფებსაც ხშირად იყენებენ Wall Street-იდან. ხო, რაღაცა გარომანტიზებული ამ ემოციურ კონტექსტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა როგორ მიდის აქამდე ადამიანი ანუ მოკლედ საზოგადოებას საწყობს კითხვა რომ ესენი ესეთ ადამიანებს არჩევენ თუ ადამიანებს ხდიან ესეთებად რა შეიძლება ორივე ცოტ-ცოტა ხო არ ვიცი აი შეიძლება ვიწყებ მუშაობას და ამ გარემოში ორგანიმიტეზე რომ ვაკეთებდით ჟურნალისტურ გამოძიებას იქ მაშინ ჩავწერეთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ძალიან ახალგაზრდები აი სტუდენტები იყვნენ რომლებსაც დაწყებული ჰქონდათ კოლ-ცენტრებში მუშაობა და დაახლოებით რაღაც ერთ-ორ თვეში წამოვიდნენ რომ მიხვდნენ რაში გაებნენ და რომ მიხვდნენ რომ ეს ამითი ვერ იცხოვრებდნენ წამოვიდნენ ანუ არიან ადამიანები რომლებსაც არ შეუძლიათ თუნდაც დიდი თანხის სანაცვლოდ ამის გაკეთება ისინი მოდიან სამსახურიდან და ვინც რჩება ის არის ყველაფერზე წამსვლელი და ეს არის ეგ არის მე საუკეთესო ნაწილი მათთვის ყველაზე მაღალი ესე ვთქვათ დეპარტამენტის ტოპ აგენტები არიან ზუსტად ეგენი ვინც დარჩნენ და ვინც გადაწყვიტა რომ ეს საქმე უნდა გააკეთოს ბოლომდე. ასევე ერთი კითხვა მინდა დავსვა სანამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე გადავალთ და სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე მთელი ამ რამდენიმე წლიანი პროცესის და განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში
კითხვა არის ესეთი, მაინც რა მასშტაბები შეიძლება ქონდეს. ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი call center-ი, არც თუ ყველაზე დიდი, 20 და რამდენი ადამიანი იყო? 85, მაგრამ ეს არის საშუალო. ეს თვითონაც. ხო, აი მას რაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ეს საშუალო, დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება მუშაობდეს, თუნდაც ძალიან უხეშად რო ვთქვათ, საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ისეთი ფრაზებიც, მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტშიც, რომ ახალგაზრდობას გამოვლაყესტვინი, იმიტომ რომ call center-ებში შერეკეს, აქ საუბარია ათასებზე, ასობით ადამიანზე, ათასობით ადამიანზე თუ აი რა ტიპის ჩართულობა შეიძლება იყოს ეს და მათ შორის შეიძლება მშობლისთვისაც იყოს საინტერესო, რა შეიძლება იყოს ამის ინდიკატორი, რომ ჩემი შვილი call center-ში ხომ არ მუშაობს. როგორ რამის ხო არ ურჩევდით თქვენ როგორც უფრო ჩახედული ადამიანები ამ კუთხით, გარდა იმისა, რომ უცბად ბევრი ფული გაუჩნდა საიდანღაც. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მე მგონია, რომ ყველა მშობელმა რეალურად მე ვგულისხმობ იმ აგენტებს, რომლებიც უკვე ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებენ საერთოდ ამ მათმა მშობლებმა უკვე კარგად იციან, სადაც მუშაობენ ეს ადამიანები. ჩემი აზრით ეს მათთვის საიდუმლო არ იქნება. რაც შეეხება ზომას call center-ების, საიდან ვიცით, ანუ Morgan Limited-ზე მუშაობის დროს ვიცოდით, რომ Morgan Limited-ში ბევრად მეტი ადამიანი მუშაობდა, ვიდრე ახლა AKH Group-ში მუშაობს და ამის გარდა გვაქვს არაერთი ინფორმაცია წყაროებისგან, მათ შორის, რომ სხვადასხვა მისამართზე მდებარეობს call center-ი და არის ბევრად უფრო დიდი ზომის, რომ ვიდრე ეს არის, არსებობს ბევრი კვლევაც მათ შორის არა მარტო საქართველოზე, თუმცა ანუ ეს ორი Morgan Limited და AKH Group-იც არის საქართველოსთან. არის ეჭვი, თუმცა ჩვენ ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამდენი call center-ი არსებობს და იქ ამდენი ადამიანი მუშაობს, უბრალოდ აი სხვადასხვა ინფორმაციის შეჯერებით, სხვადასხვა ადამიანებთან გასაუბრების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ AKH Group-ი არ არის ყველაზე დიდი call center-ი თბილისში. ერთ რამეს დავამატებ თუ შეიძლება. პირველ რიგში როგორც მარიმ თქვა, ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, რომ აი ჩემი ახლობელი მუშაობს call center-ში, ჩემი ეს მუშაობს call center-ში და გვწერენ ხოლმე მისამართებსაც. თუმცა ძალიან რთულია იმის დადასტურება, როდესაც ჟურნალისტურ პროდუქტს ეხება საქმე და არა, თქვათ, უბრალოდ განცხადებას, რომ აქ შეიძლება იყოს call center-ი. ჟურნალისტს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რა თქმა უნდა, და მტკიცების ტვირთიც უფრო მაღალი აქვს, რომ თქვას, რომ აქ არის call center-ი. ამ შემთხვევაში, AKH Group-ის შემთხვევაში საქმე გაგვიადვილა იმან, რომ უშუალოდ AKH Group-იდან გამოჟონილ მასალებს დაეყრდნო წინა გამოძიებაც და ეს გამოძიებაც. და მხოლოდ მისამართი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრზე გვაქვს ინფორმაცია ესე მისამართის დონეზე, თუმცა დასადასტურებლად არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია და ბევრს საუბრობს, როდესაც მაგალითად ერთ რაღაცა კონკრეტულ ადგილას იკრიბება ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებსაც ეთყობათ, რომ ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვთ, არის ოფისი, სადაც არც აბრა გამოკრული, არც რაიმე მანიშნებელი არ არის ეს ოფისი, კონკრეტულად რა არის, ყავს დაცვა, რთულია ამ ოფისში შესვლა, ეს არის ინდიკატორი, თუმცა ესე მტკიცებითად რო თქვა, რომ call center-ი არის ძალიან რთული ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის გამოძიების კუთხით. და რაღაცნაირი უკმაყოფილებაც არის ხოლმე, რომ აი სხვა call center-ებზე არ გაქვთ ინფორმაცია მაინც და მაინც ამ AKH Group-ზე რო აკეთებ და AKH Group-იდან იყო გამოჟონილი დოკუმენტები და მტკიცებულებები გქონდა და იმიტომ ამბობდით მტკიცებით ფორმაში, რომ ეს არის თაღლითური call center-ი, რომელმაც ამდენი ადამიანი გაძარცვა, ვაჩვენეთ როგორ ძარცვავდნენ, ვინ იყვნენ კამერები, ვაჩვენეთ ხელმძღვანელი ვინ იყო, ბოსი ვინ იყო. სხვა შემთხვევაში თვითონ გამოძიებისთვისაც კი არა მხოლოდ საქართველოში, სადაც შეიძლება ნება არ არსებობდეს და ამაზე ალბათ ვისაუბრებთ. უცხოეთშიც კი გერმანიაში მაგალითად ძალიან რთულია ამ ტიპის დანაშაულების გამოძიება, იმიტომ რომ საკმაოდ დახურულია და რაღაცა ეგრეთ წოდებულ მიწისქვეშეთში არის ეს. აი ეს დარეკვა როგორ ხორციელდება? ანუ ეს ხო არის რაღაცა გამავალი გზა, ეს ხო არ არის რაღაცა ისეთი ტიპის სატელიტური კავშირი, რომელსაც სპეციალური აპლიკაციაა, რომელსაც იყენებენ Square Talk-ი არის ერთ-ერთი კიდევ რამდენიმე აპლიკაცია, ჩვენ მაშინ შარშან დაუკავშირდით საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშიც ამ პლატფორმების ფლობელებს და ისინი ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ იყენებს მათ ამ პლატფორმებს. მათ შორის სხვადასხვა ისეთი მაგალითად იყო AnyDesk-იც, რომელსაც ჩვეულებრივი
ბევრი ადამიანი იყენებს, ხო? მაგრამ ინიდესკამდე რომ ისულიყვენ და ინიდესკი გადმოიწერინებინათ, სადღაც კომუნიკაცია ხო ქონდათ? კომუნიკაციაც ქონდათ, აი როგორც გითხარით, რამდენიმე აპლიკაცია იყო, რომელსაც იყენებდნენ და ამ აპლიკაციის შემქმნელები და მფლობელები ამბობდნენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია და წყაროც კი ყავდა შარშან პირველი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ AK ჯგუფზე გამოვაქვეყნეთ სტატია მალევე, რომელშიც მომბობდით იმას, რომ ეს ადამიანები ისევ რეკავენ ამ აპლიკაციის საშუალებით და იმიტომ რომ წყარო მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ეს ზარები ისევ ხორციელდებოდა. მოდი გადავიდეთ ნენელა სახელმწიფოს დამოკიდებულებაზეც და პასუხისმგებლობაზეც ამ კუთხით. ჩვენ გვახსოვს, რომ ფორმალურად თუ არაფორმალურად თუ როგორც არის საქმე აღიძრა, ჩვენ გვითხრეს, რომ დაიწყო ამ ადამიანების საქმიანობის შესწავლა, დაყადაღდა ამ პროცესში ანგარიშები, რაც ალბათ უნდა მოხდეს, როცა ასეთ დასაბუთებულთანაც ბრალდებასთან გვაქვს საქმე. რა იყო თქვენთან მონიტორთან სახელმწიფოს კომუნიკაცია, ჯერ კიდევ პირველი შარშანდელი გამოძიების შემდეგ, რომელიც პირველი არ იყო პრინციპში, მეორეა თუ მე რამდენია ხო ცენტრებზე. თქვენთვის მეორე იყო, მაგრამ მონიტორისთვის AK ჯგუფზე პირველი იყო. AK ჯგუფზე პირველი. კონცენტრებზე ხო. არა, ის გამოძიება ვახსენ უფრო ძველი 2021 მონიტორი მუშაობდა მაშინაც ამ გამოძიებას. ხო და ანუ რაღაცა ტიპის გამოკითხვაზე თუ დაგიბარეს, აი ამ პროცესის შესახებ რომ მოგვიყვეთ. რა ან თქვენ როგორი ის გქონდათ, რომ პირდაპირ პირველი ის გამოძიება გამოუშვით და მერე დაეკონტაქტეთ პროკურატურას, იმიტომ როგორც ის პროკურატურასაც მიმართეთ. თუ ჯერ მიმართეთ და გამოძიება მერე და აი ამ დეტალებზე რომ მოგვიყვეთ, მოდი თქვენ გადავიწყოთ ამჯერ თუ როგორც გირჩევნიათ ორივესგან, ხო? შარშან როდესაც ვაქვეყნებდით გამოძიებას, გამოქვეყნებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივწერეთ, ხო? ანუ სუს. სვერპლი მივიდა. ესე მახსოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივწერეთ და შვედეთის მოქალაქეები იყვნენ ჩამოსულები, მსხვერპლები უშუალოდ AK ჯგუფისგან დაზარალებულები, რომლებმაც პროკურატურაში, იმიტომ რომ გენერალური პროკურატურა იძიებს ხოლმე ესეც აკეთებს, რომლებმაც გენერალურ პროკურატურაში დაწერეს განცხადება და მიუთითეს, რომ AK ჯგუფის საქართველოში მოქმედი თაღლითური კოლ-ცენტრის AK ჯგუფის მიერ იყვნენ გაძარცულები და მოითხოვეს გამოძიება. სხვათა შორის დღეს გავიგეთ ძალიან სამწუხარო ნიუსი გამოვაქვეყნეთ კიდევაც ამის შესახებ, რომ შვედეთის მოქალაქე ანიკა, რომელიც იყო შარშან ჩამოსული და სთხოვდა პროკურატურას გამოძიებას, გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ. ისე რომ მის საქმეზე არ დადგა მართლმსაჯულება და არც არავინ დააკავეს. და ის მან წერილიც დაუტყვა ქართულს კამერს, როგორი განადგურებული იყო მისგან. ძალიან ხნიერი ქალბატონი. არ იყო 69 წლის. არის ის ძალიან ხნიერი ამ იმაშიც არის. 69 წლის არის ეს ანიკა. 69 წლის იყო. რა გვიდგინა სახე ის მარსელი მახსოვს რა თქმა უნდა. და მაშინ პროკურატურამ, როდესაც გამოქვეყნდა ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება, რაღაცნაირად გვისაყვედურა, რომ თქვენ რო ეხა გამოქვეყნეთ გამოძიებაო, გაიქცევიანო ესენი ყველანი და ვეღარ დავაკავებთ. ჩვენ დაგბრალდა. ხო და წელს სანამ გამოვაქვეყნებდით გამოძიებას, რა თქმა უნდა, კითხვები გქონდა უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მათი პასუხის გარეშე არც გვიფიქრია გამოძიების გამოქვეყნება. მივწერეთ კითხვები 1 ივლისს პროკურატურას და ასევე გადავეცით ინფორმაცია, რომ მირიან მეფის ქუჩაზე 68 ნომერში სავარაუდოდ თაღლითური კოლ-ცენტრი ისევ მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ გადავიღეთ არაერთხელ ხელმძღვანელი პირები და აგენტები, სკამერები ეგრეთ წოდებული. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში იყო სიჩუმე პროკურატურისგან. არაფერი არ მოუწერიეთ. ყოველ დღე ვეხვეწებოდით, რომ რამე მაინც გვიპასუხეთ, სირცხვილია რამე. დარწმუნებული ხართ, რომ ნახეს მეილი საერთოდ რამე. მაგაში დარწმუნებული ვარ. მიაბიტური კითხვა ხო? 2-3 კვირის შემდეგ გაგვცეს ის პასუხი, რაც ავსახეთ გადაცემაში, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დაზარალებულების შესახებ ინფორმაციისთვის გერმანიას მიმართეს. მაშინ როდესაც შვედეთის მოქალაქეების განცხადება უკვეუდებთ პროკურატურაში და ჩემთვის პირადად, აი მართლად ეხაც ვერ ვიჯერებ, არის ყველაზე გასაოცარი ის ფაქტი, რომ 1 ივლისს რომ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აქ ისე ვიკრიბებიან თაღლითური კოლ-ცენტრის თანამშრომლები და მოლოდინი მქონდა, რომ წავიდოდნენ და გადაამოწმებდნენ. თვითონ ხო იძახია რომ თქვა და როგორც მინიმუმ დაიხურებოდა ის კოლ-ცენტრი, რომ სალაპარაკო სანამ გახდა და სანამ ესენი გამოძიებას დადებენ, არ იქა მოვასუფთავ. თვითონ პროკურატურა ხო იძახის, რომ არ ეყოთ მტკიცებულებები, რომ ბრალი წაეყენებინათ ვინმესთვის, დაეკავებინათ ვინმე.
ვაწვდით ინფორმაციას, რომ ამ ადგილზე სავარაუდოდ ისევ დანაშაულის ჩადენას აქვს ადგილი. ანუ რომ მისულიყვნენ და გადაემოწმებინათ, კაცმა არის ისიქ რა მტკიცებულებები დახვდებოდათ, ფაქტზე წაასწრებდნენ, უამრავ მტკიცებულებას ამოიღებდნენ, კომპიუტერებს, ჩანაწერებს, არც გადაამოწმეს. ეს ადამიანები ივლისის ბოლომდე აგრძელებდნენ იქ მუშაობას და ჩვენ ანონსის გამოქვეყნების შემდეგ მივედით ადგილზე და ვნახეთ, რომ მაგ დროს უკვე ქირავდებოდა ოფისი. მე მესმის, რომ თქვენ ბრძანდებით მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ჟურნალისტები და შეიძლება არ გიყვარდეთ საუბარი ისეთ თემებზე, რაც პირდაპირ მტკიცებულება ხელში არ გიჭირავს, მაგრამ მოდი ახლა ესე გავმიჯნოთ სპეციალურად, აი ჩემი ვორდინგით გავმიჯნე ახლა ფაქტები და შეფასებები. მოდი ახლა გადავიდეთ სავარაუდო შეფასებებზე. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? პროკურატურის ეს დამოკიდებულება, რას შეიძლება ნიშნავდეს? კი ბატონო, ეს პირველ რიგში მე მგონი ეს ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს უმოქმედობა სავარაუდო დანაშაულის მიმართ, მათ უკვე წელიწად ნახევარია თითქმის იციან სავარაუდო კოლ-ცენტრის შესახებ, აქვთ ინფორმაცია, თუმცა თითქმის არაფერს აკეთებენ გარდა ქონების დაყადაღებისა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ არასდროს არ მუშაობს. მოხმარებაში რჩებათ. ყადაღა რჩება ხოლმე. იცით, ჯერ ერთი რომ რჩებათ მოხმარებაში რამდენიმე წლის განმავლობაში და შემდეგ ჩვეულებრივად ყადაღას გასდის ვადა და ეს ადამიანები ამ ქონებით ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროკურატურას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ დასჯილიყვნენ დამნაშავეები და გამოეძიებინათ, ისინი ამბობენ, აი ბევრჯერ ვკითხეთ ამ ერთი წლის განმავლობაში რას აკეთებთ და სულ მუდმივად გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ეს მიმდინარე გამოძიება ყოველთვის კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით უმეტეს შემთხვევაში რჩება ხოლმე ესე მხოლოდ სიტყვებად და არასდროს არ მოყვება შედეგი. კარგი. მაინც ვერ გათქმევინეთ, რასაც ვერ. სხვათა შორის ამ გამოძიებაში, წინა გამოძიებაში ვერ მოხდა და ამ გამოძიებაში მოხდა ის, რომ ეს ადამიანები, აკაკი ქელხიშვილი, მერი შოთაძე და კიდევ რამდენიმე სკამერი მუშაობდნენ მანამდე სხვა კოლ-ცენტრში ASI მარკეტინგი. ეს ჩანაწერებში ერთმანეთის გიფერის ფოტოებიც არის. კიდევ გიფერის ფოტოებიც არის, მერიც ჩანს აკაკიც და სხვა სკამერებიც და ამ ASI მარკეტინგის წინააღმდეგ მანამდე დაიწყო გამოძიება. სავარაუდოდ კიდევ სხვა კოლ-ცენტრების საქმესთან ერთად. მანამდეც დაიწყო გამოძიება ASI მარკეტინგის წინააღმდეგ, დაუყადაღდათ ქონება და რეალური ფაქტი არის ის, რომ ამ ადამიანებმა სხვა კომპანიაში გადმოინაცვლეს და ისევ გააგრძელეს თაღლითური საქმიანობა. ამ 3 წელია ვადა, როდესაც ყადაღა ადევს რაღაც ქონებას და შემდეგ რაღაცნაირად უნდა დასრულდეს. ყადაღა იხსნება 3 წლის მერე და შედეგი არის ის, რომ ადამიანები ისევ აგრძელებენ თაღლითურ საქმიანობას. ფაქტი არის ის, რომ გამოძიება არ მიდის კონკრეტული პირების დასჯამდე. კი ბატონო, და რაც შეეხება იმას, თუ ვინ მფარველობს, ეს ყველაზე ხშირად რა თქმა უნდა ისმის, რომ აი კონკრეტული მფარველი სად არის, რატომ არ ჩანს, ვინ არის, ვისთან მიდის ეს თანხები, ხო? კი ბატონო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს თანხები არ რჩება მხოლოდ აკაკი ქელხიშვილთან და მერი შოთაძესთან და ბუნებრივია, რომ ისინი ასე თამამად ვერ გააგრძელებენ ღიად და აშკარად მუშაობას, თუ მათ არ ჰყავთ მფარველები და თუ ეს მფარველები არ არიან მაღალ ძალაუფლების მქონე თანამდებობებს. ისეთი თანამდებობის პირები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მათ მისცენ უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ ამას ვგრძნობდით ამ გამოძიების მუშაობის პროცესში, ჩვენ ზუსტად ვიცოდით და აშკარად ვხედავდით, რომ ამ ადამიანებს არაფრის არ ეშენიათ. მას მერე რაც მერი შოთაძეს დავხვდით და დავუსვით კითხვები, ვუთხარით, რომ ვიცოდით, სადაც მუშაობს ისევ ჩვეულებრივად გააგრძელეს მუშაობა. რა თქმა უნდა, ყავთ მფარველები ამასში, ანუ პრინციპში ეს სახელმწიფომ თვითონ დაადასტურა, რომ აი მაგალითად შარშან დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილი და თქვეს, რომ ის მფარველობდა კოლ-ცენტრებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს იჭერელი მაშინ ყოფილი იყო, მაგრამ ახალი გადამდგარი იყო თანამდებობიდან და ამბობენ, რომ ის მფარველობდა კოლ-ცენტრებს და ჯერ ერთი რომ არ ამბობენ რომელ კოლ-ცენტრებს მფარველობდა, არც იმას ამბობენ, ეხა ხო დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილი. აი ახლა ვინ მფარველობს კოლ-ცენტრებს, თუ აღარ არსებობს კოლ-ცენტრები, ნუ ფაქტია რომ არსებობს კოლ-ცენტრები. მე მგონია რომ საზოგადოება თვითონ შეუძლია დასკვნის გაკეთება ამასთან დაკავშირებით და ცხადია რომ
კოლ-ცენტრები საქართველოში მფარველების გარეშე არ ფუნქციონირებენ. კარგი. მე მგონი პასუხი მაგითხვაზე არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ დანაშაულის აღკვეთა და გამოძიება არის სახელმწიფო სტრუქტურის ვალდებულება. თუ ამას არ ასრულებს, ესეც დანაშაულია. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ცალსახად ამაზე ეკისრება სახელმწიფოს. იქ კონკრეტულად საბოლოო მიმღები პირი ვინ არის, ფული როგორ ნაწილდება და ასე შემდეგ. ეს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ ან რაღაც სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით ვიცოდეთ, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურები არიან პირველ რიგში პასუხისმგებლები ასეთ დანაშაულების აღკვეთაზე. კი ბატონო. მოდი ახლა მე შევაჯამებ ჩემი წარმოდგენით, რაც შემექმნა და მე არ ვიტყვი მხოლოდ ჩემ წარმოდგენას, მე გავასაჯაროვებ საზოგადოების საკმაოდ დიდი ჯგუფის ეჭვებს ამ თემასთან დაკავშირებით და რამდენად შეიძლება მქონდეს აი ესეთი დასკვნების გამოტანის საფუძველი თქვენს შეფასებასაც მოვისმენ. მოდი ახლა მე კითხვას კერდავს, ჩამოვაყალიბებ რა შეიძლება ხდებოდეს. ესე იგი, ჯერ რა სიტუაცია გვაქვს, მოკლედ რომ შევაჯამოთ. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში დადასტურებულად მოქმედებს თაღლითური კოლ-ცენტრები, ეს დაადასტურა სახელმწიფომ. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც გაკეთდა არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და ამ ჟურნალისტური გამოძიების მიუხედავად ეს ადამიანები პრინციპში უპრობლემოდ და ახერხებენ გადაადგილებას და აქვთ ისევ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, იმიტომ რომ ისევ დაცვებით დადიან და ისევ ძვირადღირებულ წვეულებებს აწყობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა მფარველობს ამ ადამიანებს და ეს ვიღაცა სახელმწიფომ გითხრა, რომ იყო იმ სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ერთ-ერთი მოვალეობაც არის ამის აღკვეთა. ანუ სუსი მფარველობდა კოლ-ცენტრებს, შემდეგ ლილვაშვილი დაიჭირეს რაღაცის რატომღაც და არ გვაჩვენეს არც ერთი კოლ-ცენტრი, რომელიც ამის გამო დაიკეტა, არ გვაჩვენეს არც ერთი აგენტი, რომელიც დაიჭირეს. ესენი არ არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები, რომელსაც ტექნიკურად აკეთებინებენ რაღაცას. ხო, თითოეული მათგანი იცის, რომ თაღლითია, თითოეული მათგანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ხო? ეს არის წყალგაუვალი ფაქტი. ანუ ადამიანებს აქვს ჩვენ ქვეყანაში მოკლედ ეჭვი, რომ ეს არის ქართული ოცნების შავი შემოსავლის ძალიან დიდი წყარო, რომელსაც რაღაც პერიოდი ხო განკარგავდა ლილვაშვილი, შეიძლება ლილვაშვილის ზემოთაც მე ვიღაცა იყო, მე რაღაც ვარიანტში ვერ დაალაგდნენ მოკლედ ლილვაშვილთან და ეს ამბავი გადაიბარა სხვამ. სხვას რო ეს არ გადაებარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიხილავ მართლა რომ უნდოდეთ კაცო ამ კოლ-ცენტრებთან ბრძოლა, ვიხილავდით დაკავებებსაც და მართლა თქვენ მიმართვის შემდეგ იმ წუთასვე შევარდებოდა იქ პოლიცია და ხალხს ისეთ რაღაცებზე უვარდებიან სახში, აბა რამე გადმორიცხვა ხო არ გაქვს უცხოეთიდანო, ნენსის მოკითხვა აქედან, ისინი წაიღეს ლეპტოპი, რომ შენ აბა ვინმე რამეს ყვარი და იქაც აღარ დაუბრუნეს მე ის ლეპტოპი ამდენი ხანი. სტატუსების გამო, ხო? ანუ ეს არის ფაქტობრივად აღიარება და წესიერ კომენტარის არ გვინახავს ჩვენ. ამხელა სკანდალი ხდება, რომელიცაც აქვს საერთაშორისო კონტექსტი, მე შემთხვევით არ ვახსენე, ხო? გერმანიისგან რო ელოდებიან, რას ელოდებიან, რომ რა ვიცი გერმანია ეტყვის, რომ აი ეს ადამიანი არის დაზარალებული და მე ისინი შეამოწმებენ რას, რომ ეს ხალხი იმათ ურეკავდა თუ არა, თუ აი რას ელოდებიან, ეს არის დროის გაწევლის ვარიანტი, ხო? ანუ საერთაშორისო სკანდალია, რომელზეც ქართული ოცნება საერთოდ არ რეაგირებს, ანუ იმასაც ხო ვერ იტყვიან, რომ მოიგონესო რაღაცაო, მოიგონეთ ისა კალაძეზე, ხო? ესე დაგაბრალეს თქვენ. მაგრამ ამაზე ვერ იტყვიან. ხო, მოკეთ ეს არის კოლ-ცენტრები, აი რატო არ უნდა ვიფიქრო, ერთი არგუმენტი მაინტერესებს, რომ ეს არის მხოლოდ ქართული ოცნების შავი ფულის წყარო და ამიტომ ხდება ეს ხელის დაფარება. იცით რა, ანუ აი თეორიულად, იცი რა, აი თეორიულად უშვებთ, რომ აი ამათაც უნდათ ეხა აკაკი ქევხიშვილის დაჭერა, მაგრამ აი ხელმოსაჭიც ეძებენ, რომ აი არა, სულ მინიმუმ ბოლო შემთხვევაში შეეძლოთ ფაქტზე აიყვანათ, როდესაც ვთქვათ აკაკი ქევხიშვილი დიდი ღომში მილიან მეფის ქუჩაზე მიდის. ხო. ხო? ანუ სხვა შემთხვევაში აქ უნდა ვიცოდეთ, რომ სამ კოლ-ცენტრებთან მიმართებაში საუბარია ძალიან დიდი რაოდენობით შავფულზე, მილიონებზე არის ლაპარაკი. ჩვენ ერთი კოლ-ცენტრი და ჩვენ ოფიციალურად რაც დავადგინეთ არის, რომ სამ წელში მინიმუმ ეს არის სულ მცირე, რაც დადასტურებულად ვიცით, 35 მილიონი დოლარის მოგება მიიღო ამ კოლ-ცენტრმა. წარმოიდგინეთ სამ წელში ერთმა კონკრეტულმა კოლ-ცენტრმა, რომელიც არ არის სავარაუდოდ რამხელა კომპანია უნდა კონდეს, რომ ესეთ მოგება დაწერა. სამ წელიწადში და ისე. აქ საუბარია ძალიან დიდ შავფულზე. შესაბამისად, როდესაც ამ დანაშაულზე ხუჭავ თვალს და არაგებინებ პასუხს ადამიანებს, რა თქმა უნდა, ეჭვი იმისა, რომ ამ ყველაფრით სარგებლობს
რაღაც კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის მართვის რომელსაც აქვს მართვის სადავები, არის ძალიან ბუნებრივი. კი ბატონო. გადაცემის ბოლოსკენ გადავიდეთ ასევე მონიტორის საკომუნიკაციო არხების ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე, რომელიც გახდა მათ შორის პოლიტიკური განხილვის საგანიც და ქართული ოცნების დეპუტატების გამოეხმაურენ, რომ თქვენი როგორც ვორდინგში არ შემეშალოს, მოგეთ მატყუარების არხი წაშალა Facebook-მა თურმე. რა მოხდა ამ კუთხით? დავიწყოთ როგორც YouTube-ზე შეტევიდან, ასევე Facebook-ზე შეტევიდან, რა გამოიწვია ეს თქვენ კომუნიკაციით, რა დაადგინეთ და რას უკავშირებთ ამას? ამას სალსახად უკავშირებთ ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებებს. პირველად შარშან მოხდა ერთადერთი შემთხვევა გქონდა ესე დაბლოკვი ჟურნალისტური გამოძიების და ეს იყო კოლ-ცენტრებზე მომზადებული შარშანდელი ჟურნალისტური გამოძიება. წელს უკვე დაახლოებით თვენახევარია, რაც მუდმივად ვებრძვით ამ ტიპის ცენზურას. გვიბლოკავენ Facebook-ზე ვიდეოებს, გვიბლოკავენ YouTube-ზე ვიდეოებს, მერე იყო უკვე მთლიანად YouTube-ის არხის დაბლოკვა. შემდეგ იყო Facebook-ზე მთელი არხის გაუქმება ყალბის საჩივრების საფუძველზე. არ ვიცი გაქვთ თუ არა ეს ინფორმაციაც და ჩვენ რამდენიმე დღის წინ გუშინ გამოვაქვეყნეთ უბრალოდ სტატია, გავარკვიეთ რომ YouTube დაგვიბლოკეს $3,000-დან $5,000-მდე თანხად. დავუკავშირდით ადამიანს, ვინც დაარეპორტა ჩვენი ეს ნახე, კარგად ვერ გავიკეთე, შეიძლება აგვიხსნათ რომ ფული გადაიხადეს რეპორტში, თუ ბევრი ადამიანს შემოვიდა საჩივარი სამი მასალის წინააღმდეგ, YouTube-ზე ატვირთული სამი მასალის წინააღმდეგ და YouTube-მა შეგვეტყობინა რომ თქვენ დაარღვევთ საავტორო უფლებები ამ და ამ ადამიანის და იქ ეწერა ამ ადამიანის იმეილი, ზორო რაღაც იყო ეს იმეილი. დავუკავშირდით ამ იმეილზე, მივწერეთ რომ ჩვენ გვსურდა, რადგან ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა რომ მას თანხა ჰქონდა ამაში აღებული, ვუთხარით რომ ვიყავით კლიენტები, მეგობარმა გვირჩია მის შესახებ და გვინდოდა რომ მას დაებლოკა კრიტიკული მედიის არხი. არ ვუთხარით რომელი მედია, რა თქმა უნდა. იმ წუთას გამოგვეხმაურა და გითხრა რომ აი კონკრეტული ლინკი ჩამიგდეთო, რომელი მედია დაუბლოკო. რაღაც პერიოდი გაგრძელდა კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არავის ლინკი არ გაგვიგზავნია და შემდეგ უკვე ვუთხარით რომ ჩვენ ვიყავით მონიტორიდან. ვერ ჩაუგდეთ იმედის ისა? ჩვენ ვიყავით მონიტორიდან და მან აღიარა რომ კი მან დაბლოკა მონიტორი და მან ამაში აიღო $5,000-მდე თანხა. გითხრა რომ არ იცის ვინ არის ის ვინც როგორ აღიარა ესე მეგოს? იცით გეტყვით როგორ აღიარა, არ იცის ვინ გას უშუალოდ ამ ყველაფრის უკან, იმიტომ რომ მან როგორც გითხრა შუამავალმა გადაიხადა ეს თანხა, აღიარა იმიტომ რომ ფულის გამოძალვა უნდა და ჩვენგან აი გვეუბნებოდა რომ უკან წავიღებთ ჩემს საჩივარს თუ $380 გადამიხდითო. შემდეგ გვაშანტაჟებდა და გვეუბნებოდა რომ აი 4 შაბათს მოუწერია ჩვენთვის წერილი რომ კიდევ შემოვიდაო თქვენს წინააღმდეგო მოთხოვნა კიდევ მოგთხოვესო რომ დაგბლოკავთ თუ და თანხა გადმორიცხეთო. ჩვენ ამასობაში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გავუგზავნეთ YouTube-ს და YouTube-მა აღადგინა ჩვენი არხი. იგივე მოხდა მეტაზე. ანუ ეს ტიპი ვიღაცა ზორო თუ ანუ ეს იყო რაღაცა ვერიფიცირებული რევიუებს აკეთებდა. ანუ ამას რა საიდან ქონდა ეგ ძალა რომ გადაეწყვიტა რომელი არხი დაიბლოკებოდა, რამე სპეციფიკური რეპორტის ფუნქცია ქონდა თუ შეიძლება სანდო იმ რეგიონისთვის სანდო ქონდა მინიჭებული YouTube-ს თვითონ და ამის ეს დეტალები არ ვიცით, ვიცი მხოლოდ ის რომ არის გეიმერული არხი YouTube-ზე, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი ბევრი ფოლოვერი ყავს და მან გააგზავნა YouTube-ში წერილი რომ თითქოს ჩვენ გამოვიყენეთ მისი კონტენტი, გარეკანის ფოტო, thumbnail-ი ეგრეთ წოდებული ჩვენს ვიდეოებზე. რაც შეეხება იმას რომ ძალიან გაუხარდათ მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანია იმედი, რუსთავი 2, პოსტ-TV ზეიმობდნენ სტუდია მონიტორის არხის დაბლოკვას. ამბობდნენ რომ აი როგორც იქნა მეტამ დაბლოკა სიცრუის მანქანა მონიტორი. პოსტ-TV და ეგ იყო კარგი მაგალითი ამბავის გაყალბება. ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან? ამის კარგი მაგალითი იყო. ერთი ეგ ვინ შეიძლება იდგეს და მეორე როგორ ყალბდება ამბავი. ხო, ანუ მთელი ესე ვთქვათ, ყურადღება მიპყრობელი იყო იქითკენ, რომ მონიტორი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს, აი ამის გამო დაიბლოკა Facebook-ზე. სინამდვილეში Facebook-ზე ჩვენ წინააღმდეგ საჩივარი შესულიყო საავტორო უფლებებზე და რა თქმა უნდა იქ
ეჭვი არ დამდგარა ჩვენ მიერ რაღაცა არა სწორი ინფორმაციის და fake news-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, ანუ მსგავსი რამე არ ყოფილა განხილვაში, მაგრამ პროპაგანდამ ეს წაიყვანა სწორედ იმ კუთხით, რომ აი fake news-ების გამავრცელება თვითონ რისთვისაც არიან დასანქცირებულები, ზუსტად იმას გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ აი სიცრუის და fake news-ების გამო დაიბლოკა არხი. ხა მის მაყურებელს რანაირად შეიძლება კონდეს სიმართლე, რომ წაიკითხა, რომ მართლაც დაიბლოკა არხი და ალბათ იმიტომ რომ ავრცელებენ. და მე რო აღდგა რა თქმა უნდა იმას აღარ გაავრცელებენ და საბოლოოდ რა გამოვიდა? ესე იგი რომ მონიტორის არხები რახან აღდგა, ეს ნიშნავს იმას, რომ დაიბლოკა ცრუ და არასწორი დასმენის და რეპორტის გამო. ხო? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ პირიქით არის საქმე, როგორც გამოყავდათ, რომ ანუ ვიღაცამ ცუდად იმაიმუნა და უნამუსად მოიქცა. დავუსკრინეთ YouTube-ზე, გავუგზავნეთ, რომ აი $5,000 აიღო ამ კონკრეტულმა პიროვნებამ იმისთვის, რომ დავებლოკეთ და ბუნებრივია რომ პირდაპირ იმაზე იყავით კონტაქტზე ჩატ. კი, ანუ სკრინები გავუგზავნეთ, პრესამსახურსაც დავუკავშირდით, იმიტომ რომ მე ამაზე სტატიაც გამოვაქვეყნეთ და პრესამსახურსაც Google-ის მივწერეთ, რომ აი, ნახეთ სკრინები, ეს ამტკიცებს, ეს ადამიანი არის, ვინც დაბლოკა და მაგერ ამბობს რამდენად დაბლოკა ჩვენი არხი და ბუნებრივია, რომ არ შეიძლება ეს იყოს ვინმეს საავტორო უფლებების დარღვევა. საავტორო უფლების საუბარია იმ თამბნეილებს, ანუ იმ ფოტოზე, რომელიც ჩვენმა ოპერატორმა მონტაჟემ აწყო თავისი ხელებით ფოტოს, ხო, რასაც ვადებთ ზემოდან ვიდეოს, აკეთებს ჩვენი მემონტაჟე. და ვიღაცა ინდოელმა გადაწყვიტა, რომ ის საავტორო უფლება დაიხვეწა. აღმოჩნდა, რომ ბევრი მედიის წინააღმდეგ აკეთდება იგივე ყაზახეთშიც მოხდა რადიო თავისუფლების იქაური ბიუროს დაბლოკვა და აღმოჩნდა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა ჩვენ შემთხვევაში მონიტორი ვიცით, რაც ასე დაიბლოკა და აღმოჩნდა, რომ ბევრი მედიის წინააღმდეგ იბრძვიან ესა. მოკეთ საქართველოში არასდროს ყოფილა მარტივი საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაკეთება ამ რეალობაში მით უმეტეს რაშიც ხა ჩვენ ვართ და ბოლოს ალბათ გითხავთ რა არის საომალო გეგმები, რამე ისეთ თუ მეტყვით რომ თქვენ საომალობი რამ ხელი არ შეგიშალოთ, ახლა რომელ კონცეპტს მიადგებით რა თქმა უნდა, არ უნდა მითხრათ, მაგრამ ხო, ზოგადად ამ თემებზე, კოლ-ცენტრებზე რახან ვისაუბრეთ ჩვენ ანუკარეშის ჩანთებზე ცალკე ვისაუბროთ, მე კოლ-ცენტრებით კონცენტრირდეთ, ანუ კიდე აპირებთ თუ არა გაგრძელებას და სავარაუდოდ მინიმუმ თქვენ ორი ხართ ხა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმ სამსახურების, რომელიც წესით აკაკი ხეხვიშვილს და მერი შოთაძეს უნდა დასტევდნენ და ამაზე რას ფიქრობთ? აწი შეიძლება იმათ შეგამჩნიონ, იმათ დაცვის ნაცვლად და უთხრან. ზოგადად გამომძიებელი ჟურნალისტების ცხოვრება მართლა არ ყოფილა მარტივი არც გასულ წლებში საქართველოში, არც ბევრი წლის წინ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში რეპრესიული კანონების ფონზე და სიტყვიერი თავდასხმების ფონზე და თქვენ იცით, რომ ჩვენ ოფისთანაც გვიკრეს პლაკატები და ჩვენ რედაქტორსაც გამოუკრეს სახთან პლაკატები და მანქანაც დაუზიანეს. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება და ბევრად უფრო დაუცველად ვგრძნობთ თავს. ან მანამდე კიდევ უფრო რაღაცნაირად ისე ვიყავით, რომ რაღაც ზღვარი არ იყო ფორმალურად მაინც მოუწევთ და ხო, ფორმალურად მაინც რაღაც პასუხისგებლობა აიღებენ და ეხა ბევრად უფრო დაუცველად ვგრძნობთ თავს, რა თქმა უნდა. სხვა მხრივაც გართულდა, მაგალითად საჯარო ინფორმაციის მოპოვება ძალიან გაგვირთულდა. პარლამენტში შესვლა აგვეკრძალა და ჩვენ მაინც განვაგრძობთ ჩვენს საქმიანობას, ვცდილობთ მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ რაღაც გარკვეულ რისკებთან და კოლ-ცენტრების საქმეს უნდა ველოდოთ, კიდე რამის თუ გნებოთ არ მითხრათ, თუ რამის გააფუჭებს ეგ არ ვიცი მე. ნებისმიერ თემაზე რაც არის თქვა პრობლემა ამ ქვეყანაში და გამოიწვევს მხილებას იმ რაღაც დიდი პრობლემების, რაც რეალურად საქართველოში ხდება, ნებისმიერ თემაზე შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუმცა ამ ეტაპზე მართლა არ შემიძლია თქვა. ხო, გასაგებია. პარლამენტში რატო გიგრძალეს რა აკრედიტაცია გაგვიუქმეს და შემდეგ უკვე ესეთი სპეციალური მიმართვის წესი არსებობს, ერთჯერადი საშუალო უნდა ითხოვო და არ გვაძლევენ ამ ერთჯერად საშუალებს. ეშინიათ სავარაუდოდ რომ რაღაც ძალა კითხვებს დაუსვამთ. და რამე ეს არ არსებობს მაგისი, ანუ ახსნა არ უნდა მოაყოლონ, უბრალოდ არ გაძლევდა და მორჩა. აი, როგორ აი ახსნა აქვთ პრესამსახურს რო ვურეკავთ, რატო არ მივიღეთ ამაზე პასუხი. პასუხობს, რომ აი თუ არ მიიღეთ პასუხი, ესე იგი არ არის თქვენზე საშვეგაცანი. ანუ უარიც კი არ მოდის, უბრალოდ პასუხი არ მოდის. პასუხი არ მოდის და ეგ ნიშნავს უარს. ეს ჩვენ უნდა დავასკვნათ. ანუ თქვენ ახლა რაღაც შინაგანა წესი შეუცვლიათ, ჩვენ გქონდა მუდმივი აკრედიტაცია არა ყველა ჟურნალისტს, არამედ რამდენიმეს. იმიტომ რომ რაღაც შეზღუდვა არის ხოლმე დაწესებული. გქონდა მუდმივი აკრედიტაცია და
ყველას ერთდროულად გაგვიუქმდა იმ მიზეზით, რომ დაახლოებით 1 თვე თუ არ ვწდები, არ გამოგიყენებიათ, ანუ 1 თვის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ. ეს მიუღიათ თურმე ჩვენ არ ვიცოდით, ესეთი წესი, რომ 1 თვის განმავლობაში თუ არ გამოიყენებ, მთლიანად მედიას უუქმდება აკრედიტაცია. გამოიყენებს პუბლიკით. და საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ არის ისეთი ჟურნალისტიკა, რომლის ჟურნალისტებსაც თქვა ყოველდღე უწევთ პარლამენტში. კი, პარლამენტში მისვლენ, ხან ვინც ახალ ამბებს აკეთებს, ისინი ყოველდღიურად დადიან ბუნებრივია და ჩვენ იმის მიხედვით თუ რაზე ვაკეთებთ, ვინ არის ჩვენი თქვათ გამოძიების ადრესატი, იმის მიხედვით მივდივართ პარლამენტში, ხო თუ პარლამენტარს ეხება, გადავალ და პარლამენტარს კერძო კომპანიას აკეთებს საერთოდ შემხებულობაში. ან რომელიმე სამინისტროს ეხებოდეს და შესაბამისად არ მიწევდეს პარლამენტში მისვლა და თურმე ამ წესის გამო მთლიანად მედიას გაგვიუქმდა და როგორც მარიმ თქვა, ერთჯერად საშუზე რომ მიმართავ პასუხიც აღარ მოდის. არ გუშვებენ პარლამენტში. ისეთ რაზე მეღიმება ხოლმე. აი ხა იმას რომ უსმენს ვიღაცა არ ვიცი ნეიტრალურად განწყობილი და ვთქვათ ქართული ოსნების ხარდამჭერი, ანუ რა ამ დროს ცდილობს რომ გაიგოს რომ რაღაცა მიზეზი იქნებოდა. აი ხო ყველამ ვიცით ხა რაც არის ამის მიზეზი, რომ ხო არ დაუსვათ კრიტიკული შეკითხვები. ხა თქვენ არც ერთი ხა არ ხართ იმ ჰაბიტუსის ჟურნალისტი, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, რომელიც მივარდება პირობითად ზარქუასთან და რაღაცა ეღადავება შეურაცხყოფას მიაყენებს და ასე შემდეგ, ხო? თქვენი ჟურნალისტური ნამუშევრები არის მაქსიმალურად აკადემიური და ფაქტებზე ორიენტირებული და ამის მიუხედავად რომ ეს დრამეს აკეთებ ხო ნუ გასაგებია ანუ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია და ალბათ იმ ადამიანებისთვისაც ვისაც უნდა რაღაცის გაგება ერთს დავამატებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ამჯერად ვებრძვით საჯარო რეესტრი რომელიც იყო ყველაზე საჯარო მე მგონი და ბოლო დარჩენილი უწყება იყო რომელიც გვაძლევდა ინფორმაციას აღარ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას და ეს დაიწყო მას შემდეგ რაც ჩვენმა რედაქტორმა დაიწყო ჟურნალისტური გამოძიების მომზადება ერთ-ერთ თემაზე რომელიც გამოქვეყნდება სავარაუდოდ სექტემბერში რომელიც ეხება ნიშნულოვან პირებს ჩვენი ქვეყნის ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების მქონე პირებს გულისხმობს სწორედ ამის შემდეგ მონიტორის არც ერთ წარმომადგენელს საჯარო რეესტრი აღარ პასუხობს საჯარო ინფორმაციაზე რაც არის პირდაპირ დადაშაული კანონის დარღვევა ბუნდოვან კონტროლის სამსახურს გადასცემენ ჩვენ განცხადებას და თვითონაც არიციან ვინ არის ეს კონტროლის სამსახური ეს იგი ბუნდოვანი ჩვენთვის ბუნდოვანი იმიტომ რომ მეც გეგრქვია ისეთ არა განცხადებაზე პასუხი რო არ მოდის და ჩვენ რო ვრეკავთ შესაბამის სამსახურს გადაეცემთ ესენი გვეუბნებიან რომ კონტროლის სამსახურს გადავცემთ და ეს კონტროლის სამსახურში თანამშრომლები ვინ არიან თვითონ ან ჩვენ როგორ შეიძლება დაუკავშირდეთ ვეკითხებთ რომ თქვენ გაქვთ პირდაპირ კომუნიკაცია არა ჩვენ მესიჯით უგზავნით განცხადების ნომერს და მე იმათგან ველოდებით პასუხს თვითონაც არა აქვთ კომუნიკაცია რაღაც ესე იდუმალებით მოცული სამსახურია რომელიც ჩვენ განცხადებებს იღებს და წვეთს მერე მოგცეს თუ არა და წვეთს რო არ მოგცეს როგორც აღმოჩნდა აი ეს არის მე ესე გავიგე რომ ვიღაცა არ ღვევს წესს და მე გადასცემენ რომ არ გცემთ პასუხს და კონტროლის სამსახურმა ის ვიღაცა უნდა დასაჯოს იმიტომ რომ დაარღვია რაღაცა მაგრამ თქვენ ვეღარ გაიგებთ თვითონაც ვერ იგებენ სინამდვილეში რა ხდება უკვირთ ხოლმე ოპერატორებს რატო არ გამოიგზავნეთ ჩვენთან პასუხი ხო თვითონაც ახალი მაგრამ ის არის რომ შედეგი არის ეს რაღაც სიახლეა ხო ანუ ეს არც ქართული ოსნების ცოტა ადრეულ წლებში და არც ნაციონალურ მოძრაობას ესეთი რამე არ ხდებოდა რომ ყველაზე გამართული სისტემა იყო რეალურად რომ ვთქვათ ეგ ნაწილი იმიტომ რომ ელექტრონულადაც კი შეიძლება ეს არის პირდაპირ მითითება სავარაუდოდ პოლიტიკურ მაღალი პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირების გამოგვიგზავნეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი რის შემდეგაც შეწყდა ეს და ეჭვ გვაქვს რომ აი ის დოკუმენტი რომელიც წესით არ უნდა გამოეგზავნეთ გამოეგზავნა ვიღაცას და ამის შემდეგ ხდება აბსოლუტურად ყველაფრის დაბლოკვა რომ კიდევ ვინმეს რამე არ შეეშალოს რაღაც არის გამოიგზავნოს ჩვენთან კიდევ მნიშვნელოვანი. თუმცა ყველა რაც მნიშვნელოვანი იყო იმ გამოძიებისთვის, რომელსაც ვამზადებთ, ჩვენს ხალთ არის. გაიგეთ, ტყუილად წვალობთ. კარგი. დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ. მე როგორც ადამიანი, რომელიც სულ ვიყავი ბავშვობიდან დაინტერესებული ჟურნალისტური გამოძიებით, არ ვიცი მონიტორის იქნებოდა თუ იგივე 60 წუთი ვახსენე თუ ასე შემდეგ, რაღაცნაირად მაქვს გააზრებული ეს რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული, საბოლოოდ ადამიანი რო ხედავს რაღაცა 10, 15, 20 წუთიან ან თუნდაც ნახევარსაათიან კონტენტს, ამის მიღმა რამხელა შრომა არის ჩადებული, მე იმაში რამხელა შრომაა ჩადებული, რომ ეს ზღვა მასალა ისე დაწურო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მოარჩიო და საზოგადო
საზოგადოებისთვის თან გასაგებ ენაზე, რომელსაც წარმოქმნა არა აქვს და ესეთ დეტალები არ იცის, გადმოსცე და ძალიან დიდ ბევრმა ადამიანმა კომენტარებს ვკითხულობდი, მადლობები იყო ძალიან ბევრი თქვენ კონტენტზე და ხო, ალბათ ჟურნალისტისთვის ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, როდესაც რეალურ შედეგს დადებს და თან ესეთ უსამართლობას ამხელ, რაც იაზრებ, რომ არა შენ კაცშვილი არ იყო იმის გამხმოვანებელი. ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ეგ იყო და ბევრი გვიწერს ახლა მაგალითად, რომ თავს გავუფრთხილდითო და ამაზე ცოტა მე პირადად გული მიჭუყდება ხოლმე, რომ ხალხი ეს იზრუნავს, რომ ეხლა ფრთხილად იყავით. კი, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით Facebook-ი რო გაიჩა, აი მაგ დღიდან მოყოლებული ახალი გამოძიების გამოქვეყნების შემდეგაც ბევრმა სხვა შორის ისეთმა ადამიანმაც, ვინც მანამდე არ იცოდა მონიტორის შესახებ, გაგვიცნო და რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ მომავალ საქმიანობაში. მადლობა თქვენს ასევე.